კითხვები, რომლებიც უნდა დავსვათ 7 ოქტომბრის მასაკრის შემდეგ, მხოლოდ პალესტინელი არაბების ბარბაროსობაზე არ უნდა იყოს, რომლებმაც ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების ყველაზე მასობრივი ჟლეტა ჩაიდინეს. კვლელობის, გაუპატიურების, წამების, გატაცებისა და განადგურების ორგიაში. ეს იყო ის, რამაც მსოფლიოს დიდი ნაწილი აიძულა მისთვის გამამართლებელი ახსნა მოეძებნა, გაემართლებინა და ზოგჯერ ამისთვის ტაშიც კი დაეკრა. დღეს გადაცემაში Think Twice ვსაუბრობთ 7 ოქტომბრის შემდეგ ანტისემიტიზმის ზრდაზე და იმაზე, როგორ მოქმედებს ეს გლობალურ საზოგადოებაზე. დოკუმენტური ფილმების რეჟისორთან, რომელმაც შექმნა მნიშვნელოვანი ახალი ნამუშევარი, სადაც ამხელს იმას, რასაც სწორად უწოდებს კოლექტიურ დაღმასვლას ბოროტებაში. გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემაში Think Twice. ბევრი ძალისხმევა დაიხარჯა იმის ახსნაზე, არა მხოლოდ რა მოხდა 2023 წლის 7 ოქტომბერს, არამედ რატომ და როგორ უნდა გავიგოთ მისი შედეგები. რაც ჩვენ ვიხილეთ თითქმის 3 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ჰამასის ხელმძღვანელობით პალესტინელმა არაბებმა იერიში მიიტანეს ისრაელზე და იმ დღეს მოხდა უთქმელი სისასტიკეები, ეს არ ყოფილა მხოლოდ ებრაელთა სიძულვილის მხარდაჭერის ზრდა, არამედ ის თუ როგორ გახდა ეს მედიისა და კულტურის მთავარი ნაწილი. თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ანტიზიონიზმი, მოძრაობა, რომელიც ცდილობს ებრაელებს უარყოს ის უფლებები, რომელთა უარყოფაზე სხვასთან დაკავშირებით არავინ იფიქრებდა, ყოველთვის განუყოფელი იყო ანტისემიტიზმისგან. მაგრამ ეს ხელახლა დამტკიცდა 7 ოქტომბრის რეაქციით და იმით, თუ როგორ გახადა მან ებრაელთა სიძულვილი არა მხოლოდ ჩვეულებრივ მოვლენად, ებრიუ მოვლენად, არამედ მისაღებადაც კი ლიბერალურ საზოგადოებაში, ისე როგორც ცოტა ხნის წინ ძალიან ცოტას თუ წარმოედგინა. ეს იყო, როგორც რეჟისორი გლორია გრინფილდი ამტკიცებს, ეს არის a collective descent into evil. და ჩვენთვის პატივია, რომ დღეს ის ჩვენთან ერთადაა, რათა განვიხილოთ, როგორც მისი ახალი დოკუმენტური ფილმი 7 ოქტომბრის შესახებ, ასევე ის, რაც ამას მოჰყვა. ასევე მისი პირადი გზა რადიკალური მარცხენიდან მის ამჟამინდელ მისიამდე, სადაც ის ამხელს სიძულვილს და ამბობს სიმართლეს ომის შესახებ. მარქსისტებისა და ისლამისტების წითელმწვანე ალიანსი და მათი ანტილიბერალი თანამგზავრები აწარმოებენ ომს ისრაელისა და ებრაელების წინააღმდეგ. გლორია გრინფილდი არის ჯილდოს მფლობელი დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, რომლის მთავარი მიზანია ებრაული იდენტობისა და ებრაული ეთვითმყოფა დაძლიერება, ისევე როგორც ებრაელებზე და დასავლურ ცივილიზაციაზე იდეოლოგიური შეტევის წინააღმდეგ ბრძოლა. ერთ-ერთი წამყვანი ებრაელი ფემინისტი და გამომცემელი 1970-იან და 80-იან წლებში მან დატოვა მემარცხენე მოძრაობა მას შემდეგ, რაც შეეჯახა მის ანტისემიტიზმს. მას შემდეგ, რაც 2008 წელს დაარსა Doc Emmett Production-ი, მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ნამუშევარი შექმნა, მათ შორის 2008 წლის არგუმენტი ისრაელის სასარგებლოდ დემოკრატიის ფორპოსტი, 2011 წლის Unmasked Judeophobia, 2014 წლის სხეული და სული, ებრაული ერის მდგომარეობა, 2018 წლის ჩვენი ცხოვრების ბრძოლა დასავლეთის წინააღმდეგ იდეოლოგიური ომის დამარცხება, 2022 წლის ცივილიზაცია საფრთხის ზონაში. ასევე მისი უახლესი, ახლად გამოსული დოკუმენტური ფილმი საერთო დაღმასვლა ბოროტებაში. სასიკვდილო ობსესია ებრაებთან და ებრაულ სახელმწიფოსთან, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია სტრიმინგისთვის. გლორია გრინფილდ, მოგესალმებით Think Twice-ში. ეს ჩემთვის დიდი პატივია და სიამოვნება აკროფნა. გმადლობთ. გლორია, დიდი მადლობა, რომ დღეს შემოგვიერთდით. მინდა დავიწყოთ თქვენი ახალი ფილმით, რომელიც 7 ოქტომბერს და მის შედეგებზეა კოლექტიურ დაცემაზე ბოროტებაში. 7 ოქტომბრის მოვლენები ფართოდ გაშუქდა და განიხილებოდა. რა იყო ამაში და შემდგომში განვითარებულში ისეთი, რაც ამ დისკუსიაში გამორჩა და რამაც გიბიძგათ, რომ თქვენი ახალი ნამუშევრის თემად ესაგეხოთ. მეტი ვიდრე ის, რაც გამორჩენილი იყო ჩემი გააზრება იმისა, რომ ადამიანები, ვირსეული ადამიანები, მართლა დაიბრძოლებოდნენ იმის გაგებაში, თუ რატომ მოხდა ეს იმ დროს, თუ არ გაიგებდნენ ჩვენი დროების იდეოლოგიებს, სტრატეგიებსა და მიზნებს. და ასევე იმის გაგება, რომ ისინი, ვინც ჩვენი მტრები არიან, მხოლოდ ჩვენი მტრები არ არიან. ისინი ასევე თავისუფალი სამყაროსა და ყველა იმ ხალხის მტრები არიან, ვინც არ იზიარებს მათ იდეოლოგიებს.
მე ვფიქრობდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ყველაზე მგაფიოდ მოსაუბრე ექსპერტების დაბრუნება. მეცნიერები და ანალიტიკოსები, რომლებიც გაგვატარებენ. როგორ დაიწყო ეს სიძულვილი? ამ იმპერიალისტური ტერორის სათავეებიდან დღევანდელ მდგომარეობამდე. ეს ახალი არ არის. შესაძლოა ზოგიერთი მეთოდი განსხვავებულია. მაგრამ ძირითადად აქ უკვე ნამყოფები ვართ. ჩვენი წინათაობები აქ უკვე ყოფილან. მაგრამ ეხლა ეს ისეთი სისწრაფით ხდება, რომ უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ ეს და ეფექტურად ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ. გმადლობთ, რომ მოусმინეთ Think Twice. მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოდკასტ პლატფორმაზე გვისმენთ, ან პირდაპირ ეთერში გვიყურებთ Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე, გთხოვთ მოიწონოთ და ან გამოიწეროთ JNS. დააწკაპუნეთ ზარზე შეტყობინებებისთვის და დაგვიტოვეთ კარგი შეფასებები. ასევე გარდა Think Twice-ისა არსებობს Jonathan Tobin Daily Podcast-იც, სადაც კიდევ უფრო მეტ სიახლესა და ანალიზს გიზიარებთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ. ყოველდღიურ შოუს შეგიძლიათ იპოვოთ Jonathan Tobin Daily-ის სახელით JNS-ის არხზე, სადაც არ უნდა უსმენდეთ პოდკასტებს. და ახლა დაუბრუნდეთ დღევანდელ პროგრამას. დიახ, ვფიქრობ, კონტექსტში განთავსება აუცილებელია და ცხადია, ეს უმეტესად აკლია. 7 ოქტომბრის შესახებ განხილვებში. რა იყო ყველაზე რთული ელემენტი 7 ოქტომბრის შესახებ ფილმის შექმნისას? რა ხდიდა მას მართლაც გამორჩეულად თქვენი წინათემებისგან, რომლებშიც თქვენ ეხებოდით ამ ცივილიზაციურ ომს, რომელსაც თქვენ წამოჯრიდით? ეს იყო ყველაზე რთული ფილმი, რაც კი ოდესმე გადამიღია. ყველაზე რთული ჩემთვის, რადგან მისი ბარბაროსობის, სისასტიკისა და საშინელების გამო და მასზე მუშაობა და მისგან დასვენების გარეშე ყოფნა ემოციურად ძალიან რთული იყო ჩემთვის. მაგრამ საბედნიეროდ მე ისე გამზარდეს, რომ მებრძოლი ვყოფილიყავი და მივხვდი, რომ ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი იყო, რაც კი ოდესმე გადამიღია. და უბრალოდ უნდა გამევლო ეს გზა და გამეკეთებინა ყველაფერი, რაც შემეძლო. და საბედნიეროდ, როგორც უკვე ვთქვი, შემეძლო გამევლო ეს გზა და მემუშავა მასალაზე, რადგან ფილმში საუკეთესო ადამიანები მყავდა და ეს ანალიტიკოსები არიან, ჟურნალისტები არიან. ესენი არიან მეცნიერები, რომლებმაც თავიანთი საოცარი ცოდნა წინა პლანზე წამოაწიეს. კი, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მესმის, რამდენად ტრაუმულია, როცა სიღრმისეულად იკვლევ, რა მოხდა სინამდვილეში და როგორ განვითარდა მოვლენები და შემდეგ რა მოხდა ამას. იცით, ეს ასეა და სინამდვილეში იცით, ბევრი ადამიანი და იცით, უმეტესობას არ უნახავს ყველაზე მძიმე კადრები, რომლებიც ასახახავს იმას, რაც სინამდვილეში მოხდა. სხახადია, თქვენ ნახეთ. ჩემნაირ ჟურნალისტებს კი ეს უნახავთ. მაგრამ ბევრი ადამიანისთვის ეს უბრალოდ აბსტრაქცია, ეს თარიღია, ეს თემაა. და თემა, რომელსაც ბევრი ადამიანი სწრაფად გადაახტებოდა, მაგრამ მასში ჩაძირვაც წარმოუდგენლად მძიმე უნდა ყოფილიყო. დიახ, ვფიქრობ, კიდევ ერთი რამ, რასაც მე ვამატებ, არის ის, რომ საქმე მხოლოდ 7 ოქტომბერს არ ეხება. კიდევ ერთხელ, ეს ხომ იცით? ეს არის ისტორია, ამ სიძულვილის ჩამოყალიბება, იცით? იმპერიალისტური ქმედებები ჯიჰადისტების მხრიდან და მათი სასარგებლო იდიოტები, დასავლელი რადიკალები. მაგრამ ეს ასევე. რაც შემდეგ ხდება. და ეს არ არის მხოლოდ ის, რაც შემდეგ ხდება უნივერსიტეტებში, მაგრამ ეს ნამდვილად ასახავს იმ გრძელ პროცესს, რასაც ჩვენ გრძელ მარშს ვუწოდებთ, გრძელი მარში საზოგადოებებში. და ეს ასევე, იცით,
აქვს შესაძლებლობა, რომ გაცნობიეროს, რომ ეს დაგეგმილი იყო. დიდი ხნის წინ ეს დაიწყო, იცით? 30-40 წლის წინ. და ამით თქვენ გულისხმობთ ბრძოლას, რომ როგორღაც დელეგიტიმაცია გაუკეთონ ისრაელს და ებრაელებს და გაამართლონ, იცით, ჯვაროსნუნული ლაშქრობა, ჯიჰადი ისრაელის გასანადგურებლად. დიახ, და ეს მხოლოდ ისრაელის განადგურებას არ გულისხმობს. გულისხმობ იმას, რაც ებრაელ ხალხს ემართება, ან რაც ებრაელ ხალხს მოუვიდა მე-7 რიცხვში. ეს უკვე ხდებოდა აფრიკელ ქრისტიანებთან ნიგერიაში და სხვა აფრიკის ქვეყნებში. ეს მხოლოდ ებრაელი ხალხის და ისრაელის განადგურებას არ ეხება. ეს ეხება თავისუფალი სამყაროს განადგურებას და ყველა იმ ხალხის განადგურებას, ვინც ისლამისტურ იდეოლოგიებს არიზიარებს. და ვფიქრობ, სწორედ ამ ეტაპამდე მივედით ახლა. და იმის გააზრება, რომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ შევგრიბოთ, ყველა ის ხალხი, ვინც საფრთხის ქვეშა და ვისაც ეს ისლამისტი ბარბაროსები ხოცავენ. და შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, ეს ჩვენზე ბევრად ფართოა, მაგრამ ჩვენ ვართ წინა ხაზზე და ყველაზე მძიმედ ჩვენ გვხვდება. ხო. ეხლა რა ისწავლეთ ამ ფილმის გადაღების პროცესში, რამაც გაგაუცათ? გულისხმობ მათთვის, ვისაც სიმართლის გაგება სურდა 7 ოქტომბრის შესახებ. ეს ინფორმაცია ნამდვილად ხელმისაწვდომი იყო. მაგრამ რა ისწავლეთ იმ ძალისხმევისას, რომელსაც ამ ფილმის შესაქმნელად ახორციელებდით, რაც მანამდე არ ქონდათ გააზრებული? ამ ფილმის გადასაღებად მზადებისას უზარმაზარი კვლევა ჩავატარე. და როცა რეალურად დავიწყე, მე ვიცნობდი. რა იქნებოდა. ფილმში სხვადასხვა კომენტატორის ცვლილი. გარდა იმისა, რომ საკუთარ თავზე რაღაც ვისწავლე, რაც არის მე მაქვს იმის საფრთხე, რომ იმდენად გადატვირთული ხდები, რომ ამან კინაღამ პარალიზებამდე მიმიყვანოს. და უნდა ვისწავლო, როგორ გავანაწილო ჩემი ძალები უკეთ, მაგრამ ეს არ არის მთავარი პასუხი. მთავარი საკითხი არის. რა იყო მასალა, რომელიც ფილმმა მიიღო კომენტატორებისგან, რაც მანამდე ნამდვილად არ მესმოდა. ამიტომ ნაწილი ამ მასალისა ჩემი ინტერვიუდან არის ემანუელ ატალანგისთან, ლათინურ ამერიკაში ჰეზბოლას საკითხების ექსპერტთან. და ეს ინტერვიუ დამეხმარა არა მხოლოდ ჰეზბოლას უკეთ გაგებაში. რომ ისინი წარმოადგენდნენ დიდ საფრთხეს ჩრდილოეთ ამერიკისთვის, რაც ვიცოდი, მაგრამ დეტალები არ ვიცოდი. პარტნიორობა ჰეზბოლასთან, რომელიც ლათინურ ამერიკაში არსებობდა, პარტნიორობა რუსეთთან და მათ თვითმფრინავებთან. არ ვიცოდი, რომ იმ თვითმფრინავებიდან ზოგი ამ ქვეყანაში ადამიანებს არალეგალურად გადაჰყავდა. ესეთი რაღაცები იყო, რაც დამეხმარა, რომ ერთმანეთთან დამეკავშირებინა ის ფაქტები, რომლებიც მანამდე ერთმანეთთან არ მქონდა დაკავშირებული. ეს ერთადერთი არ იყო, კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი ასეთი რამ იყო. ისე ფართოა, რომ არც კი ვიცი საიდან დავიწყო, მაგრამ ძირითადად მე ვფიქრობ, იმიტომ რომ 2012 წელს სინამდვილეში ეს იყო
2011 წელს გამოვუშვი ფილმი სახელად Unmasked Judeophobia. და ამ ფილმში განიხილებოდა სასიკვდილო ებრაელთა სიძულვილის აღორძინება მთელ მსოფლიოში. და იმ დროს ასე ჩანდა, რომ ეს მართლაც, იცით, ცუდი იყო. ესე რომ აქ და მე არ ვიცოდი. ეს არისო. ეს ჩემთვის ნათელი არ იყო, როცა ეს 2011 წელს გამოვიდა, რომ ამ თემას ისე უნდა დავბრუნებოდი. ხო, და ჩვენ როცა არ მივახციე, ვიცოდით რამდენად ცუდი იყო. იცი, ვფიქრობდით, რომ ცუდი იყო, არ ვიცოდით რამდენად ცუდი. სწორია და რამდენად უფრო შეიძლება გავარესებულიყო. და როცა ახლა 2011 წელს ვიხსენებ, ეს იყო ასე. და ვიცი, ალბათ საშინელია ამის თქმა, მაგრამ როცა ვიხსენებ და ვადარებ, 2011 წელი ძალიან მარტივი იყო. იცი, და ის ტემპი, რომლითაც ყველაფერი მიდის, ყველაფერი ახლა ესე სწრაფად ხდება, ეს თითქოს ყოველდღე რაღაცა ახალია. კიდევ ერთი ინფორმაცია ჩნდება, ან კიდევ ერთი სისასტიკეა, ან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი, ვინც ადრე ჩვეულებრივი იყო, პატრიოტი ადამიანები. სწორად მოაზროვნე ადამიანები. რომლებიც ახლა თითქოს ჩაეფლნენ ამ სიბინძურეში. არა იმისთვის, რომ შეაჩერონ, არამედ იმისთვის, რომ წაახალისონთვის, რომ წაახალისონ. ხო, და ფიქრობენ, რომ სწორად და მართებულად იქცევიან, ასე რომ იქცევიან. სწორია. და ეს რაღაც მხრივ ეპიდემიას გავს. და ასევე, რაც ამ გამოცდილებიდან ვისწავლე, ფილმის შექმნის, პროდიუსერობისა და რეჟისორობის პროცესში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე ადრე ვფიქრობდი, რომ განსაკუთრებით ებრაელებსა და ქრისტიანებს ერთად მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომელსაც აქვს განზრახვა, მოკლას როგორც ებრაელები, ასევე ქრისტიანები. და თუ ჩვენ არ გავერთიანდებით და სხვებსაც არ მოვიწვევთ, არ აქვს მნიშვნელობა, ისინი იქნებიან. სხვა ადამიანები არ აქვს მნიშვნელობა, ისინი რელიგიურები არიან თუ არა, ინდუისტები არიან თუ სხვა რელიგიის წარმომადგენლები. რომ ჩვენ უნდა შევგრიბოთ ეს ადამიანები და დღესაც არიან ადამიანები, არიან ნამდვილად დიდებული ადამიანები დღეს. როგორებიც არიან რიჩარდ ლანდისი, ჩარლზ ჯეიკობსი. ისინი რეალურად მუშაობენ ამ საკითხებზე, რომ შეკრიბონ ადამიანები ერთად, ასე წოდებული ურწმუნოები ერთად. და ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ეს, რადგან ებრაელი ხალხი ძალიან მცირეა რაოდენობით. და ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი პრობლემები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. ანუ იცით, ყველა ებრაელი არ ესმის, რომ ისინი ერთ ხალხს ეკუთვნიან, ან არ აღიარებენ, რომ ისინი ერთ ხალხს ეკუთვნიან. და ეს რეალური პრობლემაა. ხო. ეს მაგონებს ყველაფერს, რაც ამიკითხავს. ნაცისტური რეჟიმის საწვის ეტაპებზე. და იყო ებრაელთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობდა, რომ თუ ჰიტლერს დაუჯერდნენ მხარს, უსაფრთხოდ იქნებოდნენ, მაგრამ ისინი პირველები მოკლეს. ასე რომ ჩვენ გვაქვს რთული სიტუაცია, რომელსაც უნგლავდებით. სრულიად მართალია. ეხლა 7 ოქტომბრის შემდეგ ანტისემიტიზმის ზრდა ნამდვილად გამოავლინა მორალური გახცნილება მემარცხენეებში, რასაც თქვენ იკვლევთ ამ ფილმში. ბოლო 10 წლებში ჩვენ ვიხილეთ მემარცხენე იდეოლოგიური ექსტრემისტების მიმდინარეობის განდინარეობის გამარჯვება. როგორც თქვენ ზუსტად ახსენეთ, დაასრულეს თავიანთი გრძელი მარში ამერიკულ ინსტიტუტებში, რაც დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პიკს მიაღწია მორალური პანიკით 2020 წლის Black Lives Matter-ის ზაფხულში. მაგრამ საინტერესოა ის, რომ თქვენ ეს დიდი ხნის წინ დაინახეთ. თქვენ დაუპირისპირდით ებრაელთა სიძულვილს 1970-იან და 80-იან წლებში, როგორც წამყვანი ებრაელი ფემინისტი და გამომცემელი. შეგიძლიათ გვიანბოთ რა ნახეთ მაშინ და როგორია თქვენი გზა იმ დროიდან დღევანდელ პოზიციამდე, როგორც დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, რომელიც ებრაული იდენტობის გაძლიერებასა და ისრაელის დაცვას ემსახურება.
ეს ძალიან საინტერესო ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში, რბილად რო ვთქვათ. მე ვიყავი გნე ვიყავი გულუფხვილო და მე. ძირითადად როგორც ბევრი სხვა. არა ყველა, მაგრამ ბევრი სხვა იყო, ვინც ამ მოძრაობამ ჩაითრია. და ამაში იყო ისეთი ნაწილებიც, რომლებიც გონივრული იყო. ის ნაწილები ქალთა მოძრაობის ის ნაწილები, რომლებიც თანასწორი უფლებებისთვის იბრძოდნენ და თანასწორი უფლებები ძალიან ღირსეული მისწრაფებაა. მაგრამ როგორც ნებისმიერ მოძრაობაში, რადიკალიზმი შეიძლება გაჩნდეს, რაც მართლაც მოხდა. და მე ჩართული ვიყავი რადიკალურ ფემინიზმში. და მე შევეჯახე ებრაელების მიმართ დიდ სიძულვილს. და სამწუხაროდ იმ დროს რადიკალურ ფემინისტურ მოძრაობაში ებრაელების მიმართ ის ძირითადი სიძულვილი, რომელსაც მე შევეჯახე, შავკანიანი რადიკალი ფემინისტების მხრიდან მოდიოდა, ოდრი ლორდი და სხვები. და მაშინ კონფერენციებზე ეს ანტისემიტური შავკანიანი და რადიკალი ქალები ებრაელი რადიკალი ფემინისტების დაშინებას ცდილობდნენ, ამბობდნენ, რომ მათი დედებს ჩვენი დედების ტუალეტების დასუფთავება უწევდათ. თითქოს ყველანი ხომ იცით, მდიდარი ოჯახებიდან ვიყავით, მაგრამ ჩემი დედა ჩემი სკოლის დამლაგებელი იყო. და მე ძალიან რეალისტური წარმოდგენა მქონდა. რაც სინამდვილეში უბრალოდ საზიზღარი ტყუილები იყო, რომლებსაც ჩვენი დაშინების მიზნით ამბობდნენ. და მე ამას უპირისპირდებოდი. და თუ რომელიმე მათგანი, ან როცა რომელიმე მათგანი შეურაცხმყოფელ სახელს დამიძახებდა, მეც შესაბამის სიტყვას ვეძახდი მათ. შეურაცხმყოფელ სიტყვას რომ გაეგოთ. როგორც ერთხელ მენახემ ბეგინმა თქვა, ჩვენ არ ვართ შიშით აკანკალებული ებრაელები. და ეს იყო დამჯირდა. ეს დამჯირდა ალბათ. წელი და ნახევარი დამჭირდა იმის გასაგებად, რომ ეს მოძრაობა გამოსწორებას არ ექვემდებარებოდა. რომ ეს იყო მომწამლელი. ამიტომაც სან-ფრანცისკოში დიდ მიტინგზე დავემშვიდობე ამ ყველაფერს და გამოვედი. და ეს. ეს სინამდვილეში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შემიმსუბუქდა გული, როცა გამოვედი, ეს. ამან რაღაცა ტრავმა დამიტოვა. და დამჭირდა დაახლოებით 4 წელი, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი, თავი თავისუფლად მეგრძნო და ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე გადავსულიყავი. ხო, აშკარაა, რომ ნეომარქსისტული მემარცხენეები წარმატებულ ომს აწარმოებენ დასავლური ცისთარი ცივილიზაციისა და ებრაელების წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც თქვენ ფემინისტი გამომცემელი იყავით. მაგრამ კითხვა ასეთია. რატომ დაინახეს ეს ასე ცოტა ადამიანმა, ან რატომ ვერ გაიგეს ისე როგორც თქვენ? რა იყო ეს და სადამდე მიიყვანდა? გულისხმობ, ჩვენ ვსაუბრობ საკმაოდ ძველ პერიოდზე 1980-იან წლებში. დიახ. იცით, მე ვფიქრობ, რომ ახალმა თაობამ აღმოაჩინა ანტისემიტიზმი მემარცხენეებში. იცით, ქალთა მარშის დროს, რომელიც დონალდ ტრამპის არჩევას მოჰყვა რეაქციად. მაგრამ ეს ბევრად მოგვიანებით მოხდა, ვიდრე მაშინ, როცა თქვენ ეს განიცადეთ. რატომ არ გავსცელდა ეს, როგორც ახლა ვამბობთ, ვირუსულად? რატომ უგულებელყვეს ეს უბრალოდ? დიდი ფასი ქონდა. ქალთა მოძრაობიდან გასვლას დიდი ფასი ქონდა, თუ ეს იყო თქვენი მთელი ცხოვრება, თქვენი მთელი გარემო.
რადგან ასე იყო, ძალიან ბევრი. დამახინჯებული. გრძნობები ჰქონდათ ადამიანებს მოძრაობის გარეთ მყოფი ადამიანების მიმართ. ეს იყო ის, რომ უნდა გაგეგო. სინათლისკენ მიდიოდი და არა სიბნელისკენ. სიბნელეს ტოვებდი. იცი, დისკრიმინაცია მამაკაცების მიმართ. დისკრიმინაცია იმ ქალების მიმართ, ვინც ოჯახს ანიჭებს უპირატესობას. იმ ქალების მიმართ, ვისაც ნამდვილად სიამოვნებდა მიმზიდველად გამოჩენა. გულისხმობ, ეს სიგიჟეა, მაგრამ ეს იყო თითქოს სხვა პლანეტაზე შედიოდი, როცა ტოვებდი. ეს იყო იცი, თითქოს სრულიად სხვა კულტურა შეხვდი. მართალია. მართლა? მართალია. ეს იყო კულტი იყო. უბრალოდ სხვა ლექსიკით. ეს საინტერესო იყო. უნდა თქვა, ძალიან გამიმართლა, როგორც გავიზარდე. მამაჩემმა გამზარდა, რომელიც ისრაელი უყვარდა და მახსოვს 5 წლის ვიყავი მის კალთაში ვიჯექი. 1950 წელს დავიბადე. სხვათა შორის. ესე რომ, როცა 5 წლის ვიყავი, ბევრი ამერიკელი ებრაელი ჯერ კიდევ იგებდა, რა მოხდა და კონკრეტულად რა ამბები მოხდა ჰოლოკოსტის დროს. და მამაჩემი არ ფიქრობდა. მას არ სჭირდებოდა ეთხოვა ჩემთვის, რომ ოთახი დამეტოვებინა, როცა ის და ჩემი ბიძა, სხვა ბიძებიც, იცით, ამ აღმოჩენებზე საუბრობდნენ. ასე რომ მე გავიზარდე იმის გაგებით, რომ კი, ბოროტება არსებობს ამ სამყაროში. ბოროტება რეალურია. ის არსებობს. და მან ასევე მასწავლა, რომ თუ ვინმე ოდესმე რამეს მეტყოდა ჩემთვის ებრაელობის შესახებ დამამცირებელიან საზიზღარი ფორმით, ეს მისაღები იყო, რომ მათთან მებრძოლა. რაც გავაკეთე კიდეც. მანაც ასევე გააკეთა. ასე რომ მე გავიზარდე იმის გაგებით, რომ ძლიერი უნდა იყო, უნდა იბრძოლო. ძელში გამართული დგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და ეს არის ის, რასაც აკეთებ. ასე რომ, როგორც კი იმ სიგიჟეს გავუძელი, რაც მქონდა, რომელშიც ჩართული ვიყავი რადიკალურ ფემინისტურ მოძრაობაში. სანამ ეს ხდებოდა. დამჭირდა დრო, რომ თითქოს ჩამომერეცხა ის ტრავმა, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა. ვიცოდი, რომ ძლიერი იყო, ვიცოდი, რომ იქ ძლიერი ებრაელები იყვნენ. ან როცა დაწყებით სკოლაში ვიყავი, ებრაულ სკოლაში, რომ ყველას ყავდა მიმოწერის მეგობრები ისრაელში. ჩემი მიმოწერის მეგობარი იყო იაფა შალომი და ყოველთვის მინდოდა მისი გაცნობა, მაგრამ ვერ შევხვდი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ოჯახს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს შვილების აღზრდაში. იმის მიუხედავად, გაიზრდებიან თუ არა მათი შვილები ძლიერ და ამაყ ებრაელებად. თუ ისინი საკუთარ თავს მსხვერპლად ავიქვამენ. და ვფიქრობ, რომ ეს დღევანდელი ახალგაზრდა ებრაელებისთვის პრობლემაა, რადგან ძალიან დიდი ყურადღება გავამახვილეთ მსხვერპლობის განცდაზე, რადგან ასე მოითხოვს ეგრეთ წოდებული woke იდეოლოგია. ამბობს, რომ თუ მსხვერპლი არ ხარ, მაშინ ცუცუდი ხარ. მართალია. და ასე რომ, ჩვენს გივნახეთ, როგორც ჩვენს გივნახეთ, იცით, ხალხი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ისინი მართლაც მსხვერპლები იყვნენ, ნამდვილად მსხვერპლები, რათა მათ შეძლებოდათ ყოფილიყვნენ მისაღები და პატივსაცემები. ეს ძალიან არაჯანსაღია. ოჯახებმა უნდა გაიგონეს, და ეს მე Ruth Weiss-ისგან ვისწავლე, ეს იყო შეცდომა. როცა ჩვენ კონცენტრირდებით მხოლოდ ჰოლოკოსტზე, ისიც არ ამბობს და არც მე ვამბობ, რომ ჰოლოკოსტის შესწავლა არ არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი გამძლეობის შესწავლაც. დიახ, ჩვენ არ შეგვიძლია განსაზღვროთ იუდაიზმი ან ებრაული იდენტობა მხოლოდ ჰოლოკოსტით ან უბრალოდ ებრაული ტანჯვით. სწორია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი შეფასება იმისა, თუ როგორ შევძელი გამოსვლა და იქამდე მისვლა, სადაც
სადაც ვარ. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რაც ებრაელების მიმართ სიძულვილს ეხება. არამედ ვსაუბრობ იმაზე, საუბრო თუ როგორ გავხდი ისევ სრულფასოვანი ადამიანი. ეს იმიტომ მოხდა, რომ გამიმართლა და ჩემმა ოჯახმა მასწავლა არა მხოლოდ ჰოლოკოსტის შესახებ, არამედ წინააღმდეგობის გაწევაზეც. ხო, ეს ასეა. ეს ყველაფერი ქალთა მოძრაობაში აისახა. იცი, იმ მნიშვნელობით როგორც შენ აღწერ, ეს პიკს აღწევს 7 ოქტომბრის შემდეგ სამყაროში, სადაც ფემინისტური ორგანიზაციები, რომლებიც იცი აქვთ. იცი, წამოწიეს სექსუალური ძალადობის საკითხი და მისი როგორც ომის იარაღის გამოყენება, მაგრამ სრულიად უგულებელყვეს ებრაელი ქალები, რომლებიც მსხვერპლნი იყვნენ. 7 ოქტომბრის ის ელემენტი, მათი ინტერსექციური ალიანსის გამო პალესტინელებთან. ანუ ყველაფერი აქედან მოდის, არა? დიახ, იცი, ებრაელი ხალხისა და ებრაული სახელმწიფოს დემონიზაცია ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, ხო ასეა, მნიშვნელობა არ აქვს თუ ებრაელი ქალები და კაცები გააუპატიურეს და კასტრაცია ჩაუტარეს. იცი, უბრალოდ დაგლიჯეს. ეს სინამდვილეში ზოგიერთის გონებაში ასეა. მათთვის ეს კარგ რაღაცად ითვლება. თითქოს ეს არის სამყაროს გაწმენდა ებრაელებისგან და მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ ეს გავლენა, რომ ჩვენ რეალურად გვაქვს შესაძლებლობა. დავინახოთ ებრაელი ხალხისა და ისრაელის დემონიზაციისა და დელეგიტიმაციის შედეგები. რადგან სწორედ ეს მიგვიყვანს იმ აზრამდე, რომ თითქოს ეს მნიშვნელოვანი არ არის. რატომ უნდა ვაღიაროთ ეს? ანუ ეს ხომ შესანიშნავი რამეა. თითქოს მეტი დემონისგან დავთავისუფლდით. ხო. გესმით? ფაქტობრივად იდეა ისაა, რომ ებრაელებს, რომლებიც 7 ოქტომბერს მოკლეს, გააუპატიურეს, აწამეს, გაიტაცეს, თითქოს ეს დაიმსახურეს. დიახ, ზუსტად სწორედ ასეა. ესა. საბოლოოდ ყველაფერი ამასამდე დადის. საბოლოოდ სწორედ ამას ვიღებთ. და ეს არის ის, რაც ჩვენ გაგვიგონე, ეცით ინტერსექციური მემარცხენეებისგან. და სწორედ ამიტომ, იცით, ფემინისტებმა, ფემინისტურმა მოძრაობამ ოქტომბრის 7-ის შემდეგ ვერ გაამართლა. ხო. ესეც მოხდა. ესეც მოხდა. ეს მათთვის, მე იცით, მათთვის, იმ ისრაელ ფემინისტებისთვის. ეს დამანგრეველი იყო მათთვის, რადგან მათ უღალათ ეს. მათ მართლა ეგონათ, რომ გლობალური ფემინისტური მოძრაობა მათ თავისიანებად იღებდა. და მათ სიმართლე დაინახეს, როცა ასე არ აღმოჩნდა. ხო, ეხლა პოროტებაში ჩაძირო, რაც გამოიგულია და ამ ფილმში გაანათლე. აშკარად ის თემაა, რომელსაც პოლიტიკური მემარცხენეები და განსაკუთრებით ებრაელი ლიბერალები როგორც წესი არ სურთ შეეჯიდონ. ბევრ კეთილგანწყობილ ლიბერალს შორის არსებობს ტენდენცია გაალონ ხაზი იმ ზიზღს შორის, რაც 7 ოქტომბერს მოკვდარის მიმართ აქვთ. და იმის გაგებას შორის, თუ როგორ გამოეხმაურა მას მასობრივი მოძრაობა, რომელიც ან ზეიმობდა, ან ამართლებდა ამას, ეს ანტისემიტიზმის მთავარ დინებად ქცევას უწყობს ხელს. როგორ ფიქრობ, რატო არ არის ამ მზად ბევრი ადამიანი გააკეთონ დასკვნები თავიანთ ლიბერალ მოკავშირეებზე, რომლებმაც 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის მხარდაჭერის ნაცვლად ისრაელს შეუტიეს? დიახ, სამწუხაროდ არის ებრაელები, რომლებიც ამ სიტუაციის გამო ძალიან უხერხულად გრძნობენ თავს და მათ მიიღეს ის შეხედულება, რომ ისრაელი და ისრაელის ის მსხვერპლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ბარბაროსობის დროს დაზარალდნენ, იმსახურებდნენ ამას. ისინი რეალურად ფიქრობენ, რომ იმსახურებდნენ ამას. თუ ისინი, ვინც ამ დონემდე არ მიდიან, ვინც არ ფიქრობს ასე კი, რომ მსხვერპლები იმსახურებდნენ ამას, მაშინ ისინი თავს ასე ანუგეშებენ, რომ ხო, ჩვენ ასეთი ებრაელები არ ვართ და დავამტკიცებთ ამას, რომ ასეთი ებრაელები არ ვართ, როცა შევუერთდებით ისრაელის საწინააღმდეგო აქციებს და ასე შემდეგ. ეს ძალიან ეგოისტური, საკუთარ თავზე ორიენტირებული შეხედულებაა. და თუ არ გაქვს, თუ ებრაელი ხარ, რომელსაც არ აქვს, ან თუ უბრალოდ ებრაელი ხარ, და თუ საკუთარ თავს ერთს არ მიაკუთვნებ,
მაშინ შენს ხალხთან ერთგულება არ გაქვს. ხავასია. და შენი ერთგულება შეიძლება შემდეგმიმართული იყოს. აირჩიე ნებისმიერი ანტიისრაელური ორგანიზაცია ან იდეოლოგია, რაც არსებობს. ეს ხდება შენი მამოძრავებელი ძალა, ნაცვლად იმისა, რომ გესმოდეს, რომ ჩვენ თითოეულს გვაქვს პასუხისგებლობა, რომ ჩვენი ხალხი აყვავდეს და რომ ისრაელის სახელმწიფო, ებრაული სახელმწიფო დარჩეს ძლიერი და უსაფრთხო. ასე რომ, თუ გარკვეულწილად მე უბრალოდ ეხლა მომივიდა აზრად, როცა ვსაუბრობდით ამ საუბრის დროს, რომ ეს გავს ამერიკელებს, რომლებიც აღარ არიან პატრიოტები. ისინი არ ბრძნობენ პატრიოტიზმს ქვეყნის მიმართ. ისინი არ ბრძნობენ ვალდებულებას ქვეყნის წინაშე და ისინი იქ დგანან და ამბობენ: სიკვდილი ამერიკას. დიახ, ეს იგივეა. დიახ. რა თქმა უნდა. ეხლა როგორ ფიქრობთ, რა მისცა ჰამას საშუალება, რომ დაერწმუნებინათ წამყვანი მედიის დიდი ნაწილი? ეთქვათ მათი სიცრუე ისრაელზე როგორც სიმართლე და ფაქტობრივად შეეცვალათ ნარატივი. გარკვეულწილად. ამან მისცა საშუალება, რომ ისინი, ვინც სიბოროტე ჩაიდინეს და გენოციდი ჰქონდათ განზრახული, მსხვერპლად წარმოჩენილიყვნენ, მაშინ როცა ქვეყანა, რომელიც რეალურად იყო მსხვერპლი, ცრუ ბრალდებით გენოციდში დაედანაშაულებინათ. და ეს ისე წარმოჩენილი იცით, ლიბერალური ტრადიციული აზროვნება როგორ მოხდა, რომ თანამედროვე სისხლისცილის წამებები რეალურ დროში, 20 პირველ საუკუნეში ჩვენს თვალწინ მარცხენეებში მიღებულ ჩვეულებრივ შეხედულებად იქცა. დიახ, მათ ჰქონდათ გეგმა. ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო. ეს იყო დაგეგმილი. იცით, ისინი წლები ამაზე მუშაობენ და ძალიან სტრატეგიულად მოქმედებენ. თუ შევხედავთ ეტაპებს. პროპაგანდა. და არა მხოლოდ პროპაგანდა, არამედ ასევე. დასავლეთის სეკულარიზაცია. მათ შორის ებრაულ სამყაროში ადამიანების ზედმეტად დიდი ნაწილის სეკულარიზაცია. ეს აძლევს ადამიანებს საშუალებას ზურგი აქციონ ან საკუთარ ერს, ან საკუთარ ქვეყანას. და ეს მართვაც ხდება. და ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მაგალითად გავლენა New School და Columbia, რომლებმაც მიიწვიეს ზოგიერთი ევროპელი მეცნიერი, რომლებიც მართლაც იყვნენ woke იდეოლოგიის მამები. რომელიც განსაზღვრავს, იცით, ისრაელსა და ებრაელებს როგორც თეთრებს. Storia. რაც სისულელია, მაგრამ ესე ფიქრობენ ადამიანები. და მთელი თაობა, რომელიც ამ იდეებში იყო გაზრდილი და ინდოქტრინირებული, იცით, ამ იდეებში, რომლებიც ოდნავ პერიფერიაზე იყო, იცით, მაშინ როცა თქვენ ფემინისტი გამომცემელი იყავით, ეხლა ეს იდეები სულიად მთავარ მიმდინარეობად იქცა. ისინი დომინირებენ განათლების სისტემაში. დიახ, ისინი მართლა დომინირებენ და იმ დონემდე, რომ საბედნიეროდ, თუმცა არასაკმარისად, მშობლები ხვდებიან, რომ ამ უნივერსიტეტებიდან მეტისმეტად ბევრი ტოქსიკურია. და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს, ხო იცით, ნამდვილად. კარგი ოჯახები, რომლებიც ზრდიან თავიანთ შვილებს შესანიშნავი ღირებულებებით და ძლიერი სიონისტური სულისკვეთებით. და ისინი მიდიან უნივერსიტეტში. ისინი იწამლებიან. და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ არის ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა TIKVA ფონდი, რომლებიც რეალურად ქმნიან ახალ ინსტიტუტებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. იცით, არიან. არსებობენ სხვა ორგანიზაციები, საჯარო თუ კერძო, რომლებიც იცით, იკრიბებიან და ცდილობენ. თავიანთი ადგილი დაიბრუნონ იმ ინდუსტრიაში, რომელსაც ეკუთვნიან, იქნება ეს გასართობი ინდუსტრია თუ სხვა რამ.
და იმის ნაცვლად, რომ ის გააკეთონ რაც. წინა თაობები ამ ქვეყანაში აკეთებდნენ. როცა ებრაელ ექიმებს მუშაობის უფლება არ ჰქონდათ და საავადმყოფოებში არ იღებდნენ, ჩვენი საავადმყოფოები ავაშენეთ. როცა ებრაელ იურისტებს იურიდიულ ფირმებში არ იღებდნენ, ჩვენი იურიდიული ფირმები შევქმნით. და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავიაზროთ. არ უნდა გვინდოდეს, დავბრუნდეთ დაავადებულ. ინსტიტუტებში. ჩვენ გჭირდება ჯანსაღი ინსტიტუტები. სწორედ იქ უნდა მივმართოთ ჩვენს ენერგიას და იქ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პარტნიორებთან. თუ ვინმესთან პარტნიორობას ვაპირებთ, ჯანსაღ ინსტიტუტებთან უნდა ვითანამშრომლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ამისთვის ჩვენ უნდა აღვიქვათ, რომ ძლიერები ვართ. უნდა შეგვეძლოს ჩვენი როგორც ხალხის ისტორიის დაფასება. მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ხოხვა. ჩვენ არ გვჭირდება ხვეცნა. გვჭირდება ხვეცნა და ნამდვილად არ გვჭირდება მაამებლობა. ხო. ეხლა განათლებული კლასების შორის კონსენსი განსასვი განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, რომ ისრაელი ბოროტია და პალესტინელები კარგები არიან, ეფუძნება კრიტიკული რასის თეორიის, ინტერსექციონალობისა და სახლებრივი კოლონიალიზმის პოლიტიკურ დისკურსში გამოყენებას. მაგრამ როგორც არ უნდა მომხდარიყო ეს, ბევრ ებრაელს ვფიქრობ გაუჩნდა განცდა, რომ ისინი უიმედოდ უმცირესობაში და იზოლაციაში არიან. როგორ ფიქრობთ, ებრაელებმა რა შეიძლება გააკეთონ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელზეც თქვენს ფილმში საუბრობთ? ფიქრობ არსებობს რამდენიმე დავარქმევთ თუ არა მათ ერებს თუ ქვეყნებს, სადაც ებრაელებმა მართლა უნდა დატოვონ ქვეყანა. პირველ რიგში ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნო. ანუ მე ასე არ ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი და საკმაოდ მოსალოდნელია, რომ ამაში გაერთიანებული სამეფოც უნდა შევიდეს და შესაძლოა გერმანიაც. მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ ამ დროისთვის ესეთი ქვეყანა, როგორიცაა შეერთებული შტატები, რაც წინასწარ განსაზღვრული არ არის, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვაფასებდეთ იმას, რომ არსებობს. არსებობენ ლიდერები, რომლებიც ნამდვილად იბრძვიან ჩვენთვის, იბრძვიან ჩვენი უსაფრთხოებისთვის. და ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ხმა და გაუზიაროთ ხალხს ის, რაც ამ ქვეყნის დაარსებაში შევიტანეთ. და ის, რაც რეალურად მსოფლიოს მივეცით, ყველაფრით, რაც გაგვიკეთებია, არა ბოდიშის მოხდით, იცი მუდარით, უნდა მოგვეწონოთ. ნახეთ, რამდენი ვაქცინა შევქმენით, ან ნახეთ, რამდენი იცით ნობელის პრემიის ლაურეატები ესეთი რაღაცები, ხო იცით? იცით ეს ყველაფერი. ამით უნდა ვიამაყოთ. მაგრამ თავად ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით. თუ შევძლებთ დავაფასოთ ის, რაც ცივილიზაციას შევმატეთ და რასაც კვლავაც ვამატებთ და არ მივუშვებთ ბრალდებებსა და დემონიზაციას ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენს თვითგაგებაში, თვითიდენტობაში, მაშინ გვექნება ძალა. იმის გაკეთება, რაც საჭიროა, რომ გავაგრძელოთ კარგი საქმეების კეთება მსოფლიოსთვის. რადგან ჩვენ, როგორც ხალხი, ვართ სინათლე ერებისთვის. ეს უნდა დავიბრუნოთ და ასევე უნდა გავიგოთ, რომ გვჭირდება თვითპატივისცემა, რომ თუ ადამიანები ცდილობენ, განგვადგურონ. უნდა ვიყოთ მებრძოლები, უნდა ვიბრძოლოთ ყველა იმ გზით, რითაც შეგვიძლია. ეს დაგვეხმარება შევინარჩუნოთ ჩვენი ღირსება და არსებობა. ადამიანებმა უნდა გაიგონ, არა ებრაელებმაც უნდა გაიგონ, თუ უკვე არ ესმით, რომ ჩვენზე თავდასხმა, ჩვენი დემონიზება, ფაქტობრივად საკუთარი თავის დემონიზება.
და მათი სიძულვილი იკვებება. საპირისპიროს რწმენით. და ეს ყოველთვის ნიშანი იყო. ჩვენ ყველამ ვიცით ეს, რომ ყოველთვის ნიშანი იყო, როცა ებრაელების სიძულვილი ჩნდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც საშინლად არასწორია ქვეყნებში, კონტინენტებზე ან მთელ მსოფლიოში. ეს ნიშანია იმისა, რომ ასეა. საფრთხის ნიშანია. თუ ამასაც გავიგებთ, მაშინ ჩვენ არ მივცემთ საშუალებას, რომ საკუთარი თავის სიძულვილი გაიზარდოს. არ ვიცი, პასუხი გავეცი თუ არა თქვენს კითხვას. კარგი, ეს საკმაოდ კარგია. ფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებში ებრაელები მარტო არ არიან. ანუ, შეიძლება ასე ჩანდეს. იცით, ჩვენ საუბრობთ მეორე დღეს, ან რამდენიმე დღის შემდეგ. იცით, აბდულ ელ-საედმა მოიგო დემოკრატიული სენატის პრაიმერი მიჩიგანში, რაც ნიშნავს, რომ ღია ანტისემიტი აღმოჩნდა იცით პოზიციაზე, რომ იყოს შეერთებული შტატების სენატში, ისე როგორც ზორა მამდანი გახდა ნიუ-იორკის მერი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დაუპირისპირდნენ მას. მაშინაც კი, როცა ბევრი ლიბერალი ებრაელი აყენებს პრიორიტეტად მარცხენასთან ალიანსს, ვიდრე ებრაელების დაცვას ანტისემიტიზმისგან. ხო. და იყო ერთი შესანიშნავი. რამდენიმე წუთის წინ მოხდა ერთი შესანიშნავი რამ. მარკო რუბიომ ახლახან გამოაცხადა, რომ ახლა უკვე პოლიტიკაა. სანამ ვინმეს ვიზასენ ამ ქვეყანაში მისცემენ ამ ქვეყანაში შემოსასვლელად. მათ გადაამოწმებენ. სოციალური მედიის ყველა პლატფორმა და შემოწმების სხვა გზები გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ განზრახვა ავნონ ებრაელებს ამ ქვეყანაში, არ დაიშვებიან ამ ქვეყანაში. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ცოტა გასაოცარია, რომ უბრალოდ დააჭირე ეს. მაგრამ როცა სწავლობ, მაგალითად, ვინ აღვივებს ამდენ კოლეჯის დემონსტრაციას, რომლებიც ებრაელებს ესხმიან თავს? ნამდვილად. და ეს იცი უცხოელი სტუდენტების ნაკადი, განსაკუთრებით ანტისემიტური ქვეყნებიდან, იცი ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან აშკარად ჩანს. ხო და ვიქტორ დეივის ჰანსონი ამას ფილმში ძალიან ლამაზად გამოხატავს, ხო, უნდა ვაღიაროთ. ხო. და ასევე რეიჩელ ფიში. ის საუბრობს იმაზე, თუ რამდენად აუცილებელია უნივერსიტეტებმა იცშივლონ, იცით. ადამიანები, რომლებიც უნივერსიტეტის გარედან მოდიან და ცდილობენ პროვოკაციას, იცით, პრობლემების შექმნას, სიძულვილის გაღვივებას. ხო. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც გსურთ, რომ თქვენს მაყურებელს ამ ფილმიდან დარჩეს? ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მინდა მაყურებელმა ამ ფილმიდან გაიგოს, არის ის, რომ არსებობს იდეოლოგიები, რომლებიც ამოძრავებს სიძულვილს ებრაელების, ქრისტიანებისა და მთლიანად დასავლეთის მიმართ. და არსებობს ძალიან ეფექტური სტრატეგიები, რომლებსაც ისინი იყენებენ. ამიტომ უნდა გავიაზროთ, რომ ის, რაზეც ვსაუბრობთ, არ ეხება უბრალოდ დიალოგებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ დრები, რომლებიც ამ ყველაფერს მართავენ, მათ აქვთ მკვლელური განზრახვა. და მათი საკუთარი სიტყვებით, ეს საბოლოოდ ეს ყველაფერი ეხება. გლობალური ხალიფატის დამყარებას, რომ სოფლიო შარიათის კანონით იმართოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ამას გაიგებ. ხო, მერე ყველაფერი ამას მოხვება. სწორია. ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი მაქვს, ვინც ამ ფილმს უყურებს, ამას გაითვალისწინებს. მე ნამდვილად გირჩევთ ამ ფილმს. გლორია, დიდი მადლობა, რომ დღეს შემოგვიერთით. როგორ შეუძლია ჩვენს მაყურებლებსა და მსმენელებს ნახონ ან ონლაინში უყურონ ფილმს A Collective Descent into Evil და როგორ შეუძლიათ მათ ხელი შეუწყონ ესეთი ფილმების შექმნას? ფილმის ნახვა ახლა შესაძლებელია Roku არხზე ონლაინში. ეს უფასოა, თუმცა თუ გსურთ, შეგიძლიათ ფასიანი გამოწერა აიღოთ, რათა რეკლამების გარეშე უყუროთ. და ასევე ხელმისაწვდომია DVD-ებიც.
თუ შეხვიდით docsemit-productions.com-ზე, ეს არის Doc Emit-ის Doc Emit Productions ვებგვერდი და იქ არის მაღაზია და იქ შეგიძლიათ შეიძინოთ DVD-ები. თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ ჩვენებები თქვენი საზოგადოებისათვის. ძალიან მიხარია, რომ შემიძლია მოვიდე და ფილმთან დაკავშირებითაც ვისაუბროთ თუ გსურთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თავადაც მოაწყოთ ჩვენებები. და თუ გსურთ ამის გაკეთება, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ docsemit-productions.com-ზე. შეგიძლიათ მომწეროთ შეტყობინება ამ გზით საიტზე არსებული ფორმით. და არის თემები, სადაც ამჟამად ფილმი ხელმისაწვდომია შეერთებულ შტატებში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში და მექსიკაში. ან როკუს არხზე. და კიდევ სხვა პლატფორმებიც დაემატება, რომლებიც ფილმს შემდგომში შემოიტანენ. და ძალიან მიხარია, რომ შემიძლია გითხრათ, რომ ფილმის ჩვენება იერუსალიმში გაიმართება 8 ნოემბერს, მენახემ ბეგინის ცენტრში. ჩვენ ამ ჩვენების ორგანიზებაშიც თანამშრომლობთ. და თუ გსურთ იცოდეთ, სად ტარდება ჩვენებები, შეგიძლიათ ეწვიოთ docsemit-productions.com-ს და დააწყაბუნოთ ფილმზე. იქ ნახავთ მომავალ ჩვენებათა სიას. კარგი, ეს საკმაოდ ამომწურავია და მე ნამდვილად გირჩევ ჩვენს მაყურებლებსა და მსმენელებს, რომ აუცილებლად ნახონ ეს ფილმი. ეს მნიშვნელოვანია, ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმია. შეიძლება ერთ რაღაცას დავამატო. ეს რა იყო თქმა უნდა, თქვენი გთხოვთ. შეკითხვის ნაწილი. თქვენი გითხეთ, როგორ შეუძლიათ ადამიანებს ამ ფილმების შექმნაში დახმარება. არ აქვს მნიშვნელობა $10 თუ 6 ნიშნა თანხა. თავარია რომ შეწირულობების გაკეთება მაგალითად, ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა docsemit-productions.com, რომელიც არის 501c3 სტატუსის მქონე არაკომერციული ორგანიზაცია. თქვენ გვაძლევთ საშუალებას გავაგრძელოთ ამ მნიშვნელოვანი ფილმების შექმნა. მიხარია, რომ ეს დაამატეთ. ზუსტად ეს გვინდოდა წარმოგვედგინა. ასევე მადლობას უხდით ჩვენს აუდიტორიას. გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ყოველდღე მოусმინოთ Jonathan Tobin Daily Editions, რომელსაც შეგიძლიათ მოусმინოთ ყველგან, სადაც პოდკასტებს უსმენთ. და არ აქვს მნიშვნელობა, გვისმენთ თუ არა რომელიმე ამ პლატფორმაზე, თუ გვიხურებთ პირდაპირ ეთერში Facebook-ზე, X-ზე ან JNS-ის YouTube არხზე. გთხოვთ მოიწონეთ და გამოიწერეთ JNS. დააწყაბუნეთ ზარზე შეტყობინებებისთვის და დაგვიტოვეთ კარგი შეფასებები. გთხოვთ მოგწერეთ მისამართზე thinktwice@jns.org და შეგვატყობინეთ სად უსმენთ ან უყურებთ გადაცემას და რას ფიქრობთ მასზე. და გახსოვდეთ, განაგრძეთ კითხვა და დამოუკიდებლად იფიქრეთ. მალე ისევ გნახავთ.